მოზაიკას აქვს ესეთი ხასიათი, რომ ერთი პატარა ქვისგან, რომელსაც ამ ქვასაც რაღაც თავისი ფორმა აქვს თითოეულს, იქნება საბოლოოდ რაღაც ერთი მთლიანობა და გიყვება ამბავს და რაღაც ნებისმიერი რამის გადმოცემა შეგიძლია და ეს პატარა ერთი კენჭით შეგიძლია დაიწყო. უკვე 4 წელია ნათია კანკიას ყოველი დღე მოზაიკის ამ ფერად ქვებთან ერთად იწყება. ბავშვობიდან ხატავს, ბევრ სფეროში მოსინჯა თავი, თუმცა სწორედ მოზაიკა აღმოჩნდა ის მიმართულება, რომელშიც საკუთარი თავი და პროფესია იპოვა. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ავირჩიე თეატრის მხატვრობა. მაგ პერიოდშიც ბევრი ვიფიქრე, რომ აი რა გზით უნდა წავსულიყავი, მაგრამ რატომღაც თეატრი მიყვარდა და ავირჩიე თეატრი. საინტერესო იყო ეს გამოცდილებაც და ძალიან ბევრი კარგი რამ შემძინა. თეატრშიც მემუშავეა, დრამატულ თეატრში, თოჯინების თეატრში და აი რაღაც ესეთი საოცარი სამყაროა, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ჩემი რაღაცნაირად, აი ბოლომდე ვერ ვიყავი თითქოს. ღმერთის ძიების პროცესში ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში პირველად ნახა მაცხოვრის მოზაიკა, აია სოფიას პანტოკრატორის ანალოგი, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადაწყვიტა ეს საქმე საფუძვლიანად შეესწავლა. გვაქვს მე-12 საუკუნის მოზაიკები საბჭოთა პერიოდის, თუმცა აი ეს თანამედროვე სივრცეში შექმნილი ტაძრის სივრცეში მithumetes და ანუ ისეთ დონეზე შესრულებული პირველად ვნახე და რომ ვიკითხე, როგორ რანაირად აღმოჩნდა, რომ თვითონ იდეა ეკუთვნოდა აქ სატაძრო კომპლექსში, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში მოღვაწე სასულიერო პირს, მამა საბა თავაძეს. მისი იდეით მოხდა ამ მაცხოვრის ფრესკის განხორციელება და შემდეგ მამა საბამ დამაკავშირა მის შემქმნელთან. მოზაიკის ოსტატს დაემოწაფა. ეს ხელოვნება დეტალურად შეისწავლა და მას შემდეგ არაერთ შეკვეთაზე იმუშავა. მოზაიკამ რაღაცნაირად თითქოს მოახერხა ის, რომ იმდენად მრავალფეროვანია თვითონ, რაღაცნაირად ყველაფერს მოიცავს. ან შეიძლება მე ვიპოვე ეს ბევრი რამე მასში, რომ აი რაღაცნაირად გავჩერდი. დავიწყე ფრესკული მოზაიკის შესწავლით, თუმცა შემდეგ რადგან ახლა მე ვხატავდი, მოვსინჯე დეკორატიული მოზაიკის გაკეთებაც. მოზაიკა ფრესკულისგან იმით განსხვავდება, რომ ფრესკული უფრო თავისი წესები აქვს და ამ წესებს უნდა მიყვედა. დეკორატიულში მეტი თავისუფლება გაქვს და უფრო ახლოს იყო ჩემთან. ეს არის დეკორატიული მოზაიკა და როგორ იქმნება? პირველად რა თქმა უნდა ვაკეთებთ ესკიზს ფურცელზე, შემდეგ ფურცლის ზემოთ ვაფენთ პარკს და ბადეს. ვაწეპებთ ესე სათითაოდ ქვებს და შემდეგ სპეციალური წებოთი ზემოდან ფუგავთ, ასე ვთქვათ. ესკიზის შექმნის პროცესში ვცდილობ ხოლმე, რომ მაგალითად თუ ტაძრის სივრცეში კეთდება, უფრო ქართული ორნამენტი გამოვიყენო, ძველი ქართული და რაღაც უფრო თანამედროვე დროში გადმოვიტანო, რაღაც ფერით ან ესეთი ელემენტებით. დღეს ცდილობს, რომ ყოველი ნამუშევარი სივრცესთან შერწყმული იყოს. ფერი, ფორმა და არქიტექტურა ერთ მთლიანობად აქციოს ისე, რომ ძველი ტრადიცია და თანამედროვე სტილი გააერთიანოს. მოზაიკაზე მუშაობა თავდაპირველად სწორედ ჯვართამაღლების ტაძარში დაიწყო. საჭირო გახდა ყოლო და გუნდი ადამიანების, რომლებიც დაინტერესდებოდნენ და შეისწავლიდნენ ამ საქმეს. პროცესში მომავალი მეუღლე გაიცნო, რომელთან ერთადაც გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. ასე შეიქმნა მოზაიკის სახელოსნო. დავიწყეთ ვორქშოპების ჩატარება. პირველ რიგში იმიტომ, რომ განვითარებულიყო მოზაიკა საქართველოში და მეორეც ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. თუნდაც ისეთი ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება ხელოვნების სფეროში სულ არ არიან, მაგრამ აი დაინტერესებული არიან ხელოვნებით და მოზაიკა არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ეს რაღაც შემოქმედებითი უნარები განავითაროს ადამიანმა საკუთარ თავში. უბრალოდ რაღაც გამბედაობაა საჭირო, რომ
გადადგას ნაბიჯი, რაღაც საკუთარი თავის წმენა კონდეს რომ გამოუვა, იმიტომ რომ ძალიან მარტივია. არ არის რაღაც განსაკუთრებული უნარები საჭირო, ან თუნდაც აი ხატვის ცოდნა რაღაც ესეთი. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, რომ ისეთ ადამიანებს აღმოუჩენიათ საკუთარ თავში საოცარი უნარები, რომ არ ქონიათ საერთოდ შეხება, რა ვიცი, არც ხატვასთან და არც ხელოვნებასთან. კიდე შეიძლება, ხო? კიდე შეიძლება, მაგრამ აი ჯობია ცოტა შორს ჩავდოთ და მე მივიწვი. ნათიამ საკუთარი თავი მოზაიკაში იპოვა და დღეს დარწმუნებულია, რომ მოზაიკის შესწავლა ყველასთვის შესაძლებელია. საჭიროა მხოლოდ მოთმინება და სიყვარული იმ საქმისადმი, რომელიც პატარა კენჭებს ერთ მთლიანობად აქცევს.